ხმესმის ადგილზეა კარვები წინააღმდეგობის მიუხედავად და ადგილზე არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც წასვლას არაპირებენ დანებებას და ამბობენ, რომ დილამდე დარჩებიან და რა თქმა უნდა მათი ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მართალია ამ პროტესტის ავანგარდში ტრადიციულად არიან სტუდენტები და ახალგაზრდული ძალა იგრძნობა, თუმცა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან ამ ადამიანებს, მათ შორის კულტურის სფერო დომინირებს და ისინიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში. ია ფარულავა ბოლო პერიოდის აქციების განსაკუთრებით აქტიური მონაწილე არის ახლა ჩემთან ერთად. ქალბატონო ია, გამარჯობა. თქვენ ხშირად ამბობთ და ღიად აფიქსირებთ ხოლმე თქვენს პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და მკაფიო პოზიციებით გამოირჩევით მათ შორის. როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, როგორც უწოდებენ მას, იმდენად სახის აკარგვას, რომ ის გადადის ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგოების დაკავებაზე, მათზე ძალადობაზე, ანუ რისი დემონსტრირებაა და რისი ინდიკატორია ეს ყველაფერი? ეს უკვე ხელისუფლება არ არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს დღეს იმართება რუსეთის სპეცსამსახურების ხელის მიერ. სამსახურების მიერ სხვადასხვა პიროვნებების მარიონეტების საშუალებით. ამიტომ საერთოდ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებით უკვე ვიცით, რომ ჰიბრიდულ ომში ვართ, ანუ ჩვენზე მოდის ფსიქოლოგიური, ემოციური ზეწოლა და დააკვირდით, როდესაც არის ესკალაცია და ძალიან გადამწყვეტი მომენტი, გამოჩნდება ვინმე, ვინც აღჭობს მუხტს და ეს ვინმე ვინც არის უკვე ვიცით, ხო, ვინც მოდის. ამიტომ საჭირო არის რაღაცა სტრატეგიის შემუშავება. მე არა ვარ პოლიტიკოსი, მე არა ვარ სტრატეგიკოსი, მაგრამ დღეს მათე დაიჭერეს, ხვალ იმას დაიჭერეს, ზეგვე დამიჭერენ და რაზეა საუბარი იჭერენ ამ ბავშვებს, ამ უდანაშაულო სინდისის პატიმრების თელი არმია შექმნეს და მთავარი პატიმარი კიდე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ხო? ნუ საავადმყოფოში თუ სადაც არის. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ვაპირებთ ით ეხლა ხანს აი გოგოებთან ერთად, ბავშვებთან ერთად დავგეგმეთ, გვინდა ძალიან დიდი მიმართვა გავაკეთოთ ამერიკის მიმართ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, განსაკუთრებით გვინდა მიმართოთ მარკ რუბიო ჯო ვილსონს, რომ დააჩქაროს მეგობარი აქტის კანონად მიღება, რომ გადაიტანონ უკვე უმაღლეს სენატში, რომ მიიღონ კანონი, რომ ჩვენ მოგხედონ. იმდენი პრობლემები აქვს ამერიკას და ჩვენ ვიცით, რომ კი გავიძახი ამერიკას, მაგრამ სხვა საშუალს მე ვერ ვხედავ. იმიტომ რომ რუსეთს მარტო ამერიკა თუ მოერევა. რუსეთს საქართველოში მარტო ამერიკა მოერევა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენდით ია ფარულავას. აი ამ მომენტში თვალი მოვკარი თათია აფრიამაშვილს კარავში შევალ და დაველაპარაკები. თათია არის ახალი გათავისუფლებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება სრულიად საზოგადოებას კაფკას პროცესში აცხოვრებს, ხო? გააცნობიერე და რაიმე არგუმენტი, იდეა გაქვს, რატომ დაგაკავეს 12 დღე ციხეში, რის გამო იჯექი. ახლა მაინც იმიტომ, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები და ყველა ცალსახად აფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად შეთითქმული ბრალდებებით გაგატარებინეს და დაგაკარგინეს 12 დღე საპყრობილეში. ხო, ერთადერთი რის გამოც მედალი გადავისაჯეთ, იყო დანარჩენებისთვის საჩვენებელი მაგალითი. დღეს კიდევ უამრავ ადამიანს ჩაუტარდა პროცესში Facebook პოსტების გამო და ეს არის უბრალოდ საჩვენებელი მომენტი, რომ თუ ჩვენ აზრის გამოხატვას გავაგრძელებთ ისე, როგორც გამოვხატავთ, ჩვენ დავისჯებით. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ჩვენ 12 დღეს ციხეში გავატარეთ და აი დღეს გუშინ გამოვედი ზოლოტარიდან და დღეს აი ეს ამბავი ხდება მელიქიშვილის გამზირზე. მათ ედევიძეს კი მიუსაჯეს, მაგრამ არ ვიცი, მათ ეს როგორ შემიძლია ვანუგეშა და რა შემიძლია უთხრა, არ ვიცი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, აი სისხლის ბოლო წვეთამდე რომ დაგვიჯდეს, პირდები რომ საკუთარ ყველაფერს გავიღებ, რომ შენ 4 წელი მანდ არ გაატარო და შენი გიტარა მალე აიღო ხელში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასე ამხნევებენ მეგობრები, თანამოაზრეები, თანატოლები მათეს. ჩვენ შეგვიძლია ისევ სტუდენტების პოზიციების მოსმენა გავაგრძელოთ. აი დავით ჩხობაძეს ხედავთ, დავით გამარჯობა. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიწერი ხარ მათ შორის ამ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და დრო გადის, მაგრამ მოცემულობა არ იცვლება გარდა იმისა, რომ თქვენი მუხტი არის კვლავ უცვლელი. ჩვენი ინფორმაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში დღეს კონცერტი იმართებოდა. ეს ემპათიის სიმწირე და არარსებობა რაზე მიგანიშნებს და მათ შორის რა პრეტენზიები არსებობს იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, რომელიც არის ისტორიული და რომელიც იყო დემოკრატიის კერაცლების განმავლობაში, მაგრამ ბოლო რექტორების პირობებში მან ეს მთავარი ნიშა დაკარგა. უცხელად გეტყვით რა. ძალიან სამწუხაროა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა და ახალგაზრდები ყურს არ იბერტყავენ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 სტუდენტი არის დაკავებული.
სიტყვა ვერ წამოვასწრებინეთ ამ ადამიანებს. განცხადება ვერ გავაკეთებინეთ ამ ხალხს, რომ ხარი დაუჭირონ, ზვიად ცეცხლადეს და რეზო კიკნაძეს. ეს მოცემულობა გვაქვს. ხალხი არის ქუჩაში გამოსული და აპროტესტებს რუსულ რეჟიმს და 10 მეტრში ტარდება ღონისძიება და კონცერტი. მე იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა ვიცხოვროთ. ან არ უნდა ვისუნთქოთ და არ უნდა დავისმინოთ, მაგრამ არსებობს კონტექსტი და მოცემულობა. დღეს ამ მოცემულობაში, მაშინ როდესაც მათე დევიძეს 5 წლის თავისუფლების აკვეთა მიუსაჯეს, გამოსავალი არის წინააღმდეგობა და ხალხის პროტესტი. ეს ხდება, ეს არის დღეს საყი და რაციონალური აზრით ეს არის აქ. რატომ ვდგავართ აქ? იმიტომ რომ პოლიტპატიმრებმა, მათმა ოჯახებმა, ჩვენ ყველამ კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ ამ ქვეყანას უნდა მოუტანოთ პოზიტიური ცვლილებები. წერტილი. ამიტომ ბოლომდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასე დაასრულა დავით ჩხობაძემ ჩვენთან კომენტარი და ინტერვიუ. ბოლომდე ის ამბობს და სხვათა შორის ეს პოზიცია შეიძლება განვაზოგადოთ. აქ მყოფი ყველა ადამიანის მოსაზრება და პოზიცია არის იდენტური იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, რადგან ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან გამოკეტილები, უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ ისინი ამაღამ დარჩებიან აქ ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე ჭავჭავაძის გამზირზე და შემდგომ უკვე კვლავ გაწერენ და ჩვენს გაგვაცნობენ სამოქმედო გეგმას. სამართალდამცველები ხომ არ გამოჩენილან. მე კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხას იმ დეტალს არა ინფორმაციას, რაზეც ნიკო მანაგაძე გესაუბრებოდა წეღან პირდაპირ ეთერში, რომ უნივერსიტეტის ეზოში არის მობილიზება საპოლიციო ძალებისო. კი ბატონო, ჩვენ ამ ინფორმაციის მოწოდებამდეც და მას შემდეგაც გადავამოწმეთ, როგორი მოცემულობა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. ამ ეტაპზე არის სიმშვიდე, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, თუმცა ჩვენ ცხადია ვაკონტროლებთ ვითარებას და თუ კი რაიმე მსგავს შევნიშნავთ, აუცილებლად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, კადრს დაგვიტოვებს ხატია პირდაპირ ეთერში, აი ასე გამოიყვანა საპროტესტოდ მათე დევიძის გადაწყვეტილებამ, უпростоრედ გადაწყვეტილებამ სასჯელმა, რომელიც მიუსაჯეს სინდისის პატიმარს, არაჩვეულებრივ ბიჭს მათე დევიძეს, მისი თანატოლების არმია ქუჩაში